მე მგონია რომ აუცილებლად დადგება მომენტი, სულ რომ ჩვენ ვერ მოვახერხოთ ეს, სულ რომ დროულად არ აღდგეს სამართლიანობა ამ ქვეყანაში და თავისით მოხდეს რაღაც პერიოდის მერე 10 წლის მერე იქნება 20 წლის მერე, მე არ მგონია რომ ამდენი ხანი გაიწელება, მაგრამ რომც მოხდეს ასე. აუცილებლად დაისჯებიან საშინლად ეს ადამიანები. და ეს მოხდება იმიტომ, რომ არც ერთი დამოუკიდებლობის აღდგენიდან არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილა საქართველოს ხელისუფლების სათავეში, რომლებსაც ყოლოდა ასეთი დიდი კონცენტრაციით იდიოტები, ტლუები, გაუნათლებლები, უკიდეგანოდ ბნელი ხალხი. ანუ სულ 4-5 ადამიანი არის, ვისით მუშაობენ. ამიტომაც არიან მავნებლები. რა თქმა უნდა, მავნებლებიც არიან, იმიტომ რომ მათ ეხლა აქვთ შანსი, რომ ნებისმიერ ფასად რაღაცა სარგებელი მიიღონ მატერიალური და ამ შანსს არ გაუშვებენ ხელიდან და ისინი მზად არიან გამოჩნდა ეხლა რომ დაგწამლეს, ხო? იქ ხო თავიანთი ახლობლები და შვილებიც დაწამლეს არა, მაგრამ ისინი მონები ამიტომ არიან ზუსტად რომ მონა ამას აკეთებს. აი იმ ფილმს ვახსენებ ხოლმე რა, ფილმს ქვია საულის ვაჟი და მაყურებელს ურჩევდი ენახა, ეს არის გენიალური ფილმი, რომელიც ასახავს საკონცენტრაციო ბანაკში ებრაელი ტყვეებისგან შემდგარ ზონდერ კომანდოს დაჯგუფების ერთ-ერთი წევრის ამბავს. ზონდერები არიან ადამიანები, რომლებიც არიან ტყვეებისგან გამოცალკევებული მონები, რომლებიც ტყვეებს ჯიან, ანუ თავისნაირ ადამიანებს ჯიან იმაზე უმოწყალოდ, ვიდრე ნაცისტები აკეთებდნენ, ამიტომ ეძახით ხოლმე ზონდერებს რა. ხო და ეს არის ადამიანი, რომელმაც იხილა თავისი შვილის სიკვდილი აუღელებლად, მაგრამ მერე მზად იყო, რომ ამ შვილის ცხედარი ეტარებინა და რაბინი ეძებნა, რომ წესი აეგო რაბინს და ისე დაეკრძალა. ანუ ის არის ხო, რაღაცა ურთიერთგამომრიცხავია და პარადოქსია, ხო? აი ეს არის მონის ფსიქოლოგია ზოგადად რა. თუმცა ბევრი დაობს დღემდე, რომ მონაც მსხვერპლია თუ არა. ესენი არ არიან მსხვერპლი, ესენი არიან მიზან მიმართული დამნაშავეები, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ მათი დამსჯელები დღეს და მათი დასჯა ავტომატურად ნიშნავს, რომ ჩვენ აღვადგენთ სამართლიანობას, მაშინ ეს უნდა გავაკეთოთ. ამას არ ჭირდება რამე განსაკუთრებული, ჩვენ უკვე ჩავდეთ, უკვე გავრისკეთ ჩვენი სიცოცხლებით, რამას ჭირდება უბრალოდ ჩვენი ეგოების გადალაგება. პოლიტიკოსებმა ეს ვერ მოახერხეს და აღმოჩნდა, რომ სამოქალაქო სექტორშიც ამისი დიდი პრობლემა გვაქვს, რომ ჩვენ ეგოებს წამოვწევთ წინ, არის რამდენიმე ჯგუფი და ყველა ხედავს თავის სხვადასხვა ეს რაღაც ჩვენი ერისთვის დამახასიათებელი პრობლემაა, რომელიც უნდა გადავლახოთ.